გამარჯობა, მე ვარ დარო სულაკაური, ფოტოჟურნალისტი. მე ვარ თაკო რობაქიძე, ფოტოგრაფი. მე ვარ ნათელა გრიგალაშვილი, ფოტოგრაფი. ყველგან დავდიოდი კამერით, იყო ჩემი შუამავალი, როგორ შემეძლო საუბარი. ფოტოაპარატი 11 წლის ვიყავი, რომ პირველად ჩემი შეგროვებული ფულით ვიყიდა კამერა. მე კარგად მახსოვს, როდის დავიჭირე პირველი ფოტოაპარატი, საკმაოდ დიდი ვიყავი და მაინტერესებდა ძალიან გადაღების სწავლა. თურმე ფოტოგრაფიას რამხელა ძალა აქვს. ჩემთვის ის ადამიანები, ვისაც ვუღებ, ძალიან ძვირფასები ხდებიან. ის რასაც ფოტოაპარატის გარეშე ვერ შევძლებდი, შემიძლია გავაკეთო ფოტოკამერით. გავყევით 14 წლის ბიჭს დათოს, რომელიც გადადის ბებიასთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხურვალეთში, ოკუპაციის თემაზე და შესაბამისად მისი გამოსწორება ასე მარტივად არ გამოვა. ეთნიკური უმცირესობები, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, კულტურული მრავალფეროვნება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რეგიონებსაც ჭირდება ყურადღება. ამიტომაც აქვს მნიშვნელობა, რომ რაღაცა ისტორიებს მაგათაც ვინმე თუ გააკეთებს და შენც იგივე გინდა გააკეთო, ხანდახან უნდა დააკვირდე იმ დროისთვის თუ არის შესაძფერისი მაგალითად. დავამწყებ ფოტოგრაფებს, ვეტყვი რომ საკმაოდ რთული გზა არის ფოტოგრაფია. გახსოვდა საკუთარი უსაფრთხოება. ეს არის ნომერ პირველი. და ის გახსოვდეს, რომ შენ თუ რამე დაგემართება, შენსავით ვეღარავინ ვერასდროს მოყვება ამ ამბავს. მაგრამ რას ვიზავთ? ეს ფოტოგრაფის ამდევი პროფესია არის ნაწილი.